Ჭები მე თითო უნდა ვზიდო სურა კამამ კოდის ბიჭო ეს ბზოლა უნდა წავიღო ბრეიგრაუნები ჩვენო ძირფასო მაყურებლებო მიწყებთ პოდკასტს რომელიც დიდი ხანი არ გადაგვიღია სხვათა შორის რავი თვეებია უკვე არ გადაგვიღია და გადავიღებთ ახლა ვეცდები რამე გავარკვიოთ ჩვენს ნიგერიელ ძმასთან ერთად ემანუელ ოგბონუჯი იქნება დღეს ჩვენი სტუმარი გავისაუბრებით დიტეილინგის შესახებ რა თქმა უნდა იმიტომ რომ პრინციპში მეგონი მეტი არც არაფერი არ იცის ეთომ გითხავთ ესეც არის ის, მაგრამ მაინც გავისაუბროთ და გავარკვიოთ მოკლედ რა როგორ რანაირად, საიდან მოდის, საით მიდის, საით მიექანება და მიერეკება. ემა გამარჯობა ემა. გამარჯობა. მადლობა რა ჩემ გვარის სწორად თქვი მაგაში 10 გულას დაგიწერ, თან განსაკუთრებით როცა ვარეკავ ხოლმე სარამე ისეთ ორგანოში და გვარს რომ მეკითხებენ ვეუბნები არ გინდათ, პირად მომას გეტყვით, მაგრამ შენ მადლობა. ჯიგარი ხარ. პირველ აწელია გიცნობ და მეწოდინებ ხა შენი სახელი და გვარი. ესე იგი შენ თვლი რომ არაფერი არ ვიცი. ეს ხუმრობა იყო ემა. მანამდე სანამ კითხვებით გადავალ და დავტვირთავ ჩვენს ემას, მე მოვყვები გავიხსენებ ისტორიას, როგორ გავიცანი მე ემა, როდესაც დიტეილინგ გარაჟი გავხსენით. წესით მე ემას მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ არ მახსოვს, მაგრამ როცა უკვე დიტეილინგ გარაჟი გავხსენით, იქ უკვე ერთ-ერთი პირველი თანამშრომელი იყო ჩვენთან სხვათა შორის. და ნენელა მოყვით ამ ამბებს და თუ რაღაცებს გადაახტებან ისე არ მოყვება როგორც იყო მეც ჩავერთები. მოდი სანამ ჩვენ დავიწყებთ სანამ ჩამოვალთ იმ 2018 წელს როცა გარაჟში მოხდი მე ცოტა ვიცი მაგრამ ბევრი არაფერი არ ვიცი შენი წარსულის შესახებ და ნუ ისედაც ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ როცა ესეთი უფითქინეს თეთრი ადამიანი საუბრობ ესეთ ქართულ შავი იუმორით აგვიხსენება საიდან ეს კარგად ქართული და მოკლედ მოგვიყევი ყველაფერი რომ მივიდეთ 2018-მდე. სულ მოდმივად მიწევს აი ამ ბლიცი კითხვაზე პასუხი. იმიტომ რომ სადაც არ უნდა მივიდე ნიკორაში სულ რო წყალი ვიყიდო და შემატყონ რომ ქართულად ლაპარაკობ ვაუ აი და უკვე ვიცი მორიგი 5 შეკითხვა როგორც მინიმუმ როგორი იქნება ამიტომაც მოდი მაყურებლებისთვისაც და შენთვისაც გავიმეორებ რა და რის გამო რანაირად დამემართა იქ ყველაფერი ვარ ნიგერიელი ნახევრად ვარ ქართველი ნახევრად დედა ქართველი მყავს მამა ნიგერიელი დავიბადე თბილისში, ორტაჭალაში, მეოთხე სამონტყოფოში. ჩემი პირადობა იწყება 01-ით. ანუ თბილისელი ვარ. და აი სადღაც ხოხობი მიპინავ და მანდაც გვერდზე დავიბადე. აბანოებთან, ხო. ხო, შემდგომ გავიზარდე უკრაინაში, იქ ვცხოვრობდი სადღაც 12-13 წელი, სხვათა შორის როგორც თუ შემატყობთ აქცენტზე რომ ქართული ენა არ არის ჩემი პირველი ენა. Native ენა. Native, ხო, ჩემი native ენა არის რუსული ენა და სამწუხაროდ მაგ ენას ვერ ვიყენებ, იმიტომ რომ მესმის იმათიც, ვისაც ეგ შეიძლება არის სიამოვნოს, ან რაღაცა აგრესია გამოჩნდეს და როგორც შემოწყეთ ვიდეოში არსად არ მაქვს რუსული ენა. თუმცა სამწუხაროდ შემდის ყოველ შემთხვევაში და საქართველოში ჩამოვედი, როდესაც ვიყავი 13 წლის. 13 წლის და აქ ვარ არა 12 წლის ვიყავი და აქ ქართული სწავლას მაგასაკში დაიწყე? ხო, აქამდე ვიცოდი მარტო გამარჯობა და მადლობა და ჩემი ოცნება იყო საქართველოს ჩამოსვლა. სხვათა შორის ვოცნებობდი, იმიტომ რომ მეუბნებოდნენ რომ საქართველო ძალიან მაგარია, სუ ღვინოა, სუ კურძენია, პოლიციელები პატიოსნები არიან, იმას ქრთამს არიღებენ და სუ ეგეთი რაღაცები რა, ანუ რაღაცნაირი შტაბეშტილობა მქონდა წინასწარ საქართველოს მიმართ. გაამართლა რომერია და რო ჩამოვედი, ბევრი რაღაცამ კიდევაც გამაკვირვა. თუმცა არასოდეს ვიცოდი რომ სადმე არსებობდა დედის გინება მარტო. ჩვენთან არის ყველა ბრუნვაში და ყველა უგლებაში შეკილია ატრიალო როგორც ისე ასევე საკუთარი. არ ველოდი მართლა და განსაკუთრებით გამაკვირვა ეს საკუთარი დედის გინება ხო საერთოდ გამაკვირვა. აი არ ველოდებოდი, მაგრამ მაგაზე არ გვინდა ეხლა ლაპარაკია. აქ ვცხოვრობ უკვე 13 წელია. და მაგ 13 წელში აი ხა 4 წელში ვსაუბრობდი, 8 წელში დავამუღამე და 12 წელში უკვე უნივერსიტეტში რო ვაბარებდი ლიტერატურას, ქართულ ლიტერატურას რო ვკითხულობდი. 4 წელში საუბრობდი, ანუ რაც ჩამოხვედი 4 წელი მოუნდი რომ გესაუბრა და მე კიდე 4 წელი რო კარგად გესწავლა, ამას იცახი? ხო, 4-ზე და იმაზე საუბრობ. ხო, იცი რომ შეგიძლია უკვე. ბოდიში ერთ 13 წლის რომელ წელს იყავი რო ვიცოდეთ? 2013 წელს. შენ 2000-იანი ხარ ესე? არა, 19-იანი ვარ. კარგი. ხო და ხო 12 წლის როდესაც მე 12 წელი იყო როცა საქართველოში ვიყავი უკვე ქართული ლიტერატურას ვკითხულობდი საერთოდ სხვა დონეზე დავხვეწე ქართული ენა. რამე გითხარი ლიტერატურიდან? ცხენ კაცსა დავდგიგორაო. კაი.
მოიცადე, მოვედი ხა ჩვენ 13 წლის სასაკამთე, ხო? მე რო ჩამოხვედი აქ, სასწავლობდი, რასაკეთებდი. სუკონკაზე საიდან მოხვდი, იმიტომ რომ ვიცი რომ სუკონკელი უნდა იყოს ეს. სუკონკა არის ლეგენდა, სუკონკელებს გაუმარჯოს. ფეხბურთი კი თამაშია იმ სტადიონზე. კი, სხვათა შორის და სახეში ბურთი მომხდა 1-3 და მაგის მერე არ მიდიოდი მაგ სტადიონზე. სულ მეკარე ვიყავი და მაგითო. ჩამოვედი საქართველოში, ვსწავლობდი რუსულ სკოლაში, საჯარო რუსული ის იყო, ხარე თუ როგორ არის? სექტორი. რუსული სექტორი, რუსულ სექტორში ვსწავლობდი 5 დეკემბერზე. 5 დეკემბერი კიდე ჩემთვის აი ესე წარმომედგინა ჩემი ბავშვობიდან, რომ ეს არის ყველაზე ბანდიტური უბანი, ნავთლუგი 5 დეკემბერი და ასე შემდეგ. და სუკონკაზე გავიზარდე. სუკონკაც არანაკლები არის ჩემ ბავშვობაში მახსოვს, რომ სუკონკაზე კარგი ამბები არ ხდებოდა. ნუ ფეხბურთს კი თამაშობდნენ, მაგრამ თუ წააგებდნენ არც მე არ ხდებოდა კარგი ამბები, ადგილობრივები მოკლედ რა. კი ბატონო, ვაგრძელებთ ესე იგი, მოვიდა უკვე პერიოდი, რომ შენ სკოლა დაამთავრე და უკვე უნივერსიტეტისკენ იხრები და ამ დროს უკვე გარაში შემოდგი ფეხი როგორც მახსოვს. კი, მაგ დროს მე უკვე შევეშვი ქუჩასაც, შევეშვი ვაზურაღაცებსაც, ნარკოტიკებსაც, იყო ეგეთი პერიოდი, როდესაც ახალგაზრდობაში გემართება თავი გებხვევა თუ როგორ არის სწორად არ ვიცი, რომ კარგავ გონებას და იწყებ რაღაც გულაობას, რეივი რაღაცეები და მე დავლეგდი და გადავწყვიტე რომ ეგრე ცხოვრება აღარ მინდა. შეიცვალა ჩემი ცხოვრება რაღაც ეკლესიაში სიარული დავიწყე ღმერთი ვირწმუნე და დავიწყე მუშაობა და მართლაც მაშინ დავიწყე პოლირება. მოდი სანამ ღმერთამდე მეხვიდოდი ჩავამთავროთ ის ცხოვრება, იმიტომ რომ ღმერთის მერე შენი ცხოვრება განსხვავებულად მიდის როგორც მე ვიცი. ხო სწორია? ხო, როგორ არა. მანამდე იყო სმა, მანამდე იყო ქუჩაში ქუჩა რა, ნუ რა ქვია, ქუჩაში ცხოვრება, ნარკოტიკები და ასე შემდეგ. პოლიცია. ხო. ერთი-ორჯერ გაგფატრეს კიდევაც. რამქნეს? დაგჭრეს. ერთხელ დაგჭრეს. ერთხელ დაგჭრეს. ხო. კარგი, მერე უკვე იწყება შენი გარაჟში მოსვლის პერიოდი და ეკლესიაში როდის მოხვდი? ზუსტად მაგ პერიოდში, ანუ ჯერ ეკლესიაში, მერე გარაჟი. ანუ ზუსტად მაგითომაც და ანუ როცა უკვე ეკლესიაში და ღმერთისას დადექი, მოხვდი გარაჟში. მანამდე ვერ დაიმსახურე. და გადავწყვიტე რომ მუშაობა მინდა, ცხოვრება მინდა და რაღაც. კი ბატონო. კარგი, გარაჟის პერიოდიდან აბა რა გქო. მე მახსოვს რომ შენ როცა გარაჟში მოხვედი ჩვენთან, მახსოვს მამა შენთან ერთად იყავი, სხვათა შორის თუ იმეს არ გახსოვთ, ემანუელის მამა იყო თბილისის მერობის კანდიდატი და გავიდა მესამე ადგილზე იმ არჩევნებში, რომ იცოდეთ. და როგორც მახსოვს ადგილი რომელი იყო. გიორგი ვაშაძეს აჯობა ხმების რაოდენობა. გიორგი ვაშაძეს რომ აჯობა ეგ მახსოვს კი. ხო, მაშინ ყველაზე მეტად გამეტყდა ერთი სიტყვები თან დავასახელებ, რომ მაგ დროს ბევრი ლანძღვა წავიგითხე კომენტარი მამა ჩემის შესახებ და ერთ-ერთი იყო თუ ჭამსო ჩვენიანმა ჭამოსო და აი ამ კომენტარმა გენიალური ქართული კომენტარია თუ ჭამოს ჩვენიანმა ჭამოს. просто სააღოლ. ხო და მახსოვს მაგრამ დაუბრუნდით ამბავს, მახსოვს ის ამბავი რომ იყავი მამასთან ერთად ჩვენთან მოსული და მამა შენი ძალიან ნერვიულობდა, იმიტომ რომ თუ დაუშვათ აქ დიდი დრო უნდა გაატაროსო და მაშინ ისეთ დღემდე ნუ გარაჟი ისეთი სივრცეა რომ იქ ხალხი რომ მუშაობას იწყებს, თავიდან კი იყურებიან საათზე რომ ჩვენ აქ 8 საათზე მეც არ გავატარებთო, მაგრამ მე ცოტა ისე მოვაკომფორტე და საქმეც ისეთია რომ 8 კი არა, კაი 10-12-ზე წადიან და მახსოვს მე მამაშენს რო ველაპარაკე რომ ნერვიულობდა რომ თუ მამან ამდენი ხანი გარაჟში უნდა გაატაროსო, მაშინ სწავლოსო ვეღარ ისწავლისო მოგეთ ესე რო ვთქვათ რა და შესაბამისათაც აღარ დაგტოვეს იმ გარაჟში მე მგონი ხო? მახსოვს როდესაც 3-4 თვე მაინც დადიოდა და მე საბოლოოდ დაანებე. პატარა ხანი დავდიოდი, თუმცა ყველა მანქანას ვაპუჭებდი, ვაღიარებ და არც ისე კარგად ვიცოდი საქმე. ამაზე თქვი მე ვიტყვი თუ გადაახტევათ. რა? თუ გადავახტევი შემოწმოდი. ხო და კი ყოველთვის ვაპუჭებდი, მაგრამ ჩემი კეთვისება იყო ის, რომ ყოველთვის ვეუბნებოდი ლაშას თუ გამიპუჭდებოდა, მაგრამ ეხლა აიგრე რატომღაც აღარ ვაკეთებ, მაგრამ მაშინ პრინციპულად ვაკეთებ. მაშინ ღმერთთან ახლოს იყავდი, ეხლა ცოტა დაშერტე. აშკარად, ამაზაც ორი აზრი. ხო, ნახეთ სხვათა შორის ეხლა ესეთი ამბავი აღნიშნა, რომ კი ვაპუჭებდი, მაგრამ ვამბობდი და დღეს რა 2025 წელია და 8 წელიწადია ვლაპარაკობ მე ამ თემაზე, რომ ჩემო თანამშრომლებო, რაღაცა რო გაგიპუჭდებათ, უნდა თქვათ. იმიტომ რომ რეალურად მართლა არ იხდით ხოლმე 100-დან 99% შემთხვევაში არ იხდით უკან ამ ზარალს და რომ არ ამბობთ ხო რთული ცუდია რა იმიტომ რომ პირდაპირ მოხმარებელი რომ მოდის და თქვენ არ აბარებთ მანქანას აბარებს მენეჯერი ან თუ მენეჯერი არის მე ვაბარებ მანქანას და მოხმარებელი რომ ესე გარტყმევინებს თავს ეს რა არისო და შენ არის პირს დააღებს დებილივით რომ ჩვენ არ გაგვიფუჭებია და რაღაცებს ლაპარაკს დაიწყებ არ შეიძლება ძალიან ტეხავს მით უმეტეს ვებსახურებით ამ ასეთი ღირებულების მანქანას და მოკლედ საქართველოში თუ ოდნავ შეძლებული ადამიანია ყველასთან თითქმის ურთიერთობა ჩვენ გვაქვს ხა იმათთან არ უნდა შეგვარცხინოთ ჩემო თანამშრომლებო და აგერ ნათელი მაგალითი რომელსაც ერთი-ორჯერ გაუკეთებია ეს რაღაცა და მე გვიჩხუბია კიდევაც მოკლედ დავანებოთ თავი გავაფუჭეთ ვაღიაროთ რა თუ ძალით არ ჩაარტყავ ჩაკუჩი მანქანას არ გადაგახტევინებთ ხა და თუ არ იტყვით მე კი მოგიწევთ გადახდა. ნუ მოდი მაშინ ბოლო ეპიზოდი გაიხსენე ეგეთი, რა. როცა არ თქვი და პრობლემები შეგვექმნა.
ზუსტად ის იყო მგონი Mazda იყო ბოლო. მოუყევი რა. არ მინდა მოყვი, იმიტომ რომ გაგვიპუჭდა მანქანა ეგრე ვიტყვი. ყველაზე ცუდი საწყელიც რა არის 8 წელი ადამიანს ვიცნობთ რომ 8 წელი იცით რა პრობლემები შეიძლება შემიქმნას მე და მე შევქმნა მას თავად ქონდა დიტეილინგ გარაჟი, თვითონ თავის ბიზნესი ქონდა და იცის რომ თუ ეგეთ რაღაცა სხვა თვითონ გაუკეთებდა, რას დაემართებოდა, ეგეც იცის, მაგრამ რა ვიცი, გაეპარა შეცდომა, გაჭირდა. ალბათ გავგიჟდებოდი ვინმეს რომ ეგეთი რამე ეკრანში შემთხვევით. შეხედე სინაგლის დონესაც გავგიჟდებოდი, იმიტომ რომ ანუ მე როდესაც მანქანას ვაკეთებ, მთელ გულს ვდებ მაგაში, განსაკუთრებით როდესაც ჩემი საქმე მქონდა, ხო, ჩემი ბიზნესი. მანქანას ერთი კვირით ვიღებდი, ყველაფერს ვაკეთებდი, რაც კი შეიძლებოდა გამეკეთებინა, დავისი დისკების კერამიკითაც და მსგავსი რამე რომ დაჟე რომ გამიკეთოს, მართლა შეიძლება გავგიჟდე. მაყურებლიც რო იყოს გასაგები, ხა შენ კი არ მოყევი, მაგრამ მაშინ მე ვიტყვი ორი სიტყვით, დამცავ ფირზე მოვიდა მანქანა და გადავაკარით, რა თქმა უნდა, თელ მანქანას დამცავი ფირი და სახურავზე ამ დაწყევილ Mazda-ს ქონდა უეჭველი თხელი ფირფიტა, ანუ თხელი თუნუქი. და იდაყვით გაიღუნათ, მოკლედ როცა აკრავდნენ. მაგრამ რომ გაიღუნათ, ეს დაინახეს. რო ვერ დაინახათ, არავინ არაფერს არ იტყოთ. არც მე არ ვიტყოთ არაფერს რო ეთქვათ, იმიტომ რომ რა გითხრათ, 5 წუთში მოვაგვარეთ ეს პრობლემა, მაგრამ 5 წუთში მოვაგვარეთ იმის მე, რაც მომხმარებელმა მანქანა წაიყვანა, სახლში ნახა რომ ჩაღუნული იყო. მერე მოგწერა თქვენო ესო რა არისო, მე მანქანა ცენტრში დათვალიერებული მყავდა. მერე ჩვენ კამერებში ვეძებეთ. მერე ამათა ვკითხე, ჩვენ არ ვიცითო კაცო რა ჩაღუნულია და არ მიტყვია მსგავსი. ეგრევე გითხარით. არ იყო ეგ. და მოკლედ კამერაში ვიპოვეთო, როცა ჩაიღუნა ორ ადამიანს ჩაიღუნა, მარტო ეს არ იყო, როცა ჩაიღუნათ იმ ეპიზოდში თვითონ ხვდები, არა თითებს უსვამენ და ამოწორდნენ იქ ჩაღუნულობას და რაღაცა ესა. ჩაღუნულიაო კი ჩაღუნულიაო და ბოლოს გამოაცხადეს გვეგონაო თავის გასწორდებოდა. ნუ ესეთ დასკვნა დადეს და ორ წამში გასწორდა მართლა პრობლემა რეალურად ძალიან მარტივად მოგვარდა, მაგრამ ნუ ჩვენ შევწყვით მომხმარებელთან რა და ის არა მარტო იკაც კიდე ისინი გავტეხეთ მოლდინგები ჭერზე, რომელიც იხსნება ჭერი რო არის და მე კარები რო იწყება ან რაღაც კრილო რო იწყება. იქ ახალი დადგა მე. არა ისიც მანამდე იყო. სხვა ეპიზოდზე გვაქვს საუბარი. იგივე Mazda-ზე. გენაცვალე. იგივე Mazda-ზე და ეგეც არ ვთქვი და გვეგონა რომ მივაწევებთ რომ მაგის კოჩზე და მე კლient მომხმარებელი რო იყო მოსული და გამახსენდა რომ ეს არ მომიგორებია და რო დავიწყებ დავინახე რომ არ სწორდება და მან დავხდით ზუსტად ჩარში. იმიტომ მე მქონდა ესეთი ჩვევა რომ მე რჩევნა გამოვასწორო და გამოსწორებულზე უკვე ვთქვა რომ იცი რა გაბუჭებული იყო და უკვე გამოვასწორო და ახლა ყველაფერი კარგად არის და ამ შემთხვევაში მართლაც არ გამომივიდა და აღარ ვიზავ ასე. ხო, ჩვენ ბიზნესში მომაკვდინებელი არის რა, იმიტომ რომ ისეთ ადამიანს გაუკეთეს რაღაცა ჯერის ერთი, ყველაფერს თავით ავანებოთ, მოქმედი იურისტია, ძალიან ჭკვიანი და ძალიან ამ სფეროში გავლენიანი. გავლენას რო თავით ავანებოთ, ისედაც კაც რატომ არ გავუჭირა, რომ ხმა არ მოიყოს, ხო და მოკლედ დიდი რეპუტაციული ზარალის წინაშე აღმოვჩით. იმედია გაგვიგო მომხმარებელმა, არ ვიცი, თუ არა აქედან გაიგებს, თუ აქ ამდენი დრო ჩვენ გვიყუროს, აქედან გაიგებს. გამარჯობათ. ბოდიშ გიხდით მოკლედ ამის შესახებ. მაგრამ იქი გაიგეთ, მაგრამ ნუ მთლიანად ამბავი არ ეცოდინება ხე როგორ ჩვენ გავშალეთ. კაი, ესე იგი დავიწყეთ გარაჟში მუშაობა, 4-5 თვის მერე უკვე როცა სწავლა ვარჩიეთ, წავედით გარაჟიდან და საწავედით და რა გავაკეთეთ. ხო, გადავწყვიტე რომ მე სწავლა, ვისწავლე, ჯერ მომზადებად ჩავაბარე ეროვნულები და ვერ ჩავაბარე. მე გადავწყვიტე რომ უნდა მოვემზადე ეგეთ სადღაც 3-4 თვეში. და ზუსტად აი ამ მომზადების გამო წამოვედი გარაჟიდან. ჩავაბარე საბოლოოდ უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურისტობაზე, იურიდიულ იმაზე. კურსზე და დაიწყო კორონავირუსი. გადავედი ონლაინ სწავლაზე. გადავედი ონლაინ სწავლაზე და მივხვდი რომ ეგრევე ვერ ვისწავლე და ვერ გავკაჩავ, იმიტომ რომ ვერც ერთ სესიას ვერ დავესწარი, რადგან რეალურად ვერ ვსწავლობდი ონლაინ და არც მინდოდა მაგის თანხის გადახდა, რატომ უნდა გადავიხადო რომ ონლაინ არ შევსულო არ ხუბოას სამართლის თეორიას სწავლობდა ხუბოას წიგნიდან? ხო. ძალიან გასაგები წიგნია. პირველ კურსში ისწავლება უსაშინლესი წიგნი არის. ძალიან ტრამვის მომყენებელი. კაი, ესე იგი, დავანებეთ სწავლას თავი და მე უკვე ნენელა მე შეგხედავდი სხვა და სხვა დიტეილინგ სივრცეებში. ეგ არის ძალიან გრძელი ისტორია და კი, ჩემ ბავშვობაში იყო რიტა ერქვა, მე მგონი თუ არ ვცდები ყაზახი სიყო რა ქვია. ქალი რომელიც ხელით ვაჭრავს, რა ქვია მაგას, ბოზი, რომ სხვადასხვა ბორდელებში ხდებოდა ხოლმე და შორიდან შემოვიდა. ამის მერე მე შეგნახულობდი უკვე სხვადასხვა დიტეილინგ გარაჟებში. და რატომ ვერ ჩერდებოდი ერთ ადგილზე? ესე იგი, შეხედე, თავიდან მომიწია მე.
მუშაობა ალი გახსოვს ირანელი ბიჭი რომელიც მაგისი მოსწავლე და თან მომავალ ჩემი მოსწავლეც იყო რაღაცებს უხსნი და მაგის თვალში სუპროფესიონალი ვიყავი არ ვიცი რა თუმცა მე ჩემი თავი რო გავახსენო ახლა მაშინდელი რა პროფესიონალი საერთოდ არაფერი არ ვიცოდი დახმარება მინდა მოდი დამეხმარე ორი მანქანა მყავსო და ვერ ვამტავრებ და თუნდაც არც დაუწყია მივედი დავეხმარე ერთი პანამერა იყო პორშე შავი და მეორე მგონი GLE შავი იყო ორივე მანქანა გავაკეთეთ 2 დღეში ანუ 48 საათში ოღონდ არ გვეძინა და ისე გავაკეთეთ ერთზე გავაკეთეთ პოლირება მეორეზე პოლირება კერამიკა და მე მთხოვა რომ კიდე გაჩერდი და კიდე რაღაც მანქანები არის გასაკეთებელი და მეც მაგ დროს ფულს ვეძებდი რადგან მშობლებთან მქონდა კონფლიქტი და უკვე ვაპირებდი სახელიდან წამოსვლას და დამოუკიდებლობად ცხოვრებას და ფული რა თქმა უნდა მჭირდებოდა ეხლა სწავლისთვის მე არ მეცალა თუმცა მე ვფიქრობ ისე ვჯობდა მე მუშავა მაშინ როცა მშობლებთან ცხოვრობდი და ამეწყო ჩემი ცხოვრება მაგრამ რა თქმა უნდა მე ყველაფერი ბოლო რაღაც კრიტიკულ დონემდე გააფუჭო და მე უნდა გაასწორო. ხო, კრიტიკულ დონემდე უნდა მივიყვანო და მე უკვე უნდა გავასწორო. ხო და ზუსტად მაშინ მომიწია მუშაობა, დავიწყე მუშაობა ალისთან. პლუს შოულობდი ნელ-ნელა, მე ალის ყო და Lion Detailing. ეხა შეხედე პირველი დეტეილინგი, Lion Detailing. მახსოვს მოსწავლე ყო ჩემ მეგავახსენები და და მიმდევრებას გეუბნები, რამდენი დეტეილინგი გამოვიერე და როგორ. მე ალისთან მოდიოდა მეორე ირანელი, რომელიც twins უბურღავდა რომ მოდი უფრო დიდი დეტეილინგი მოვხოდოთ, მოდიო ბოლო ალიმაც ეხა რომ შეატყო რაღაც ფინანსურად რო ვერიან მეტი უნდა, კაიო, let's go. ხო და ფეიქრებზე ავაგოგუნეთ მაგარი დეტეილინგ სერვისი. უფალო. ხო, სხვადასხვა წითელი ფორმები. ხო, გუშინ წინ ვუყურებდი მაგ სურათებს და მე ვთქვი, მართლა მაგარი დეტეილინგი იყო, გარეგნულად. ნამდვილად. ძალიან მაგარი დეტეილინგი იყო და მე ვფიქრობ კიდე ბევრი რესურსი ხო. ეხა აღარ არის ვაფშე? არა. და მაგ დეტეილინგში ვმუშაობდი ძალიან დიდი ხანი. ვაკეთებდი მანთ ყველაფერს ლაშა. კი ბატონო. აი წარმოგიდგენთ. მოპარეთ თანამშრომელი. მოგპარეთ ვაპირებდი სხვა სხვა დეტეილინგში, მაგრამ ამ დეტეილინგში არა. მარიამი ხომ ადმუშაობ? მოპარვა რაშუაში იყო. თქვენ ჩვენიდან მოხვდა. უკასავად თქვენი და მარიამის ურთიერთობა ძალიან გაურკვეველია საუკუნეების მანძილზე. დეტეილინგ გარაჟის და მარიამის. რამდენჯერ უნდა შედიგდეთ და რამდენჯერ უნდა დაშორეთ. საბოლოოდ კიდევ კაი მართლა უკვე ერთად ხართ და აგრძელებთ მუშაობას და ახლა მე რომ მეუბნები რომ რა საბოლოოდ თუ ერთხელ იყო. ო, აბა რა. ბევრი იქნება ალბათ. საბოლოოდ მე რომ მეუბნები რომ მე მოგპარე ცოტა ეხავს. ხო და მანდ ბუფალოში რომ მუშაობდი ყველაფერს ვასრულებდი. ვაფშე ანუ კლიენტს ველაპარაკებოდი მატერიალებზე და დიოდი აი ფირის გადაკვეთაზე მოვიდა ხელოსანი ხო? ბიჭი სპეციალისტი და ფირი უნდა გვეყიდა. წარმოიდგინე ვინ წავიდა ფირის აიდლად მე. და ამ ვიდეო ჩემენაზე ღურება იყო მხოლოდ მანქანის პროცენტიდან. ანუ მანქანას რო გავაკეთებდი, გავაპოლირებდი. იმის პროცენტიდან. თუმცა ვაკეთებდი. ხო, ყველაფერს ვაკეთებდი. არც მაგისი პრობლემა არ მქონდა, ოღონდ წინ სვლა გქონოდა და განვითარება და რო დავინახე რომ არ მომყვებიან მაგაშიც კი, აბა ყველაზე მეტად მე მჭირდება და ერთ დღესაც აი ძალიან დიდი ხანი მუშაობდი ბუფალოში და 100-ჯერ მიფიქრია წამოსვლაზე და სულ ვფიქრობდი რომ აი ემანუელი ცოტა დავდაბლობა ცოტა ეს და ერთხელაც მივხვდი რომ არასწორად ვიქცევი და შევეშვი და ვთქვი რომ სამწუხაროდ აქ მუშაობას ახარ გავუძლებ მაგრამ არის ერთი ბრძნული გამოთქმა მაიმუნი ერთ ტოქსო ხელს არ გაუშვებს იქამდე მაგრამ მანამ მეორე ტოქს მჭიდროდ ხელს არ ჭაჭიდებს კი ბატონო ხო და მეორე სამსახური რო უკვე ნაშაული მქონდა რა თქმა უნდა დავამშვიდობე მაგათ იმიტომ რომ მე საერთოდ ვაკედა სტუდიო რო არ პონიჭალა კი პონიჭალაში გადავედით ჩემი ახლობელი მეგობარი იყო რომელსაც დიდი ხანი ვიცნობდი და ვიცოდი რომ დეტეილინგი ჰქონდა სულ რამდენიცაც ვხედავდი სუეძებდა თანამშრომლებს მუდმივად და მე ვუთხარი 300 ლარი და შენთან არ მეტი თავიდან არაო მე კიდე ვუთხარი არაო მე 300 ვუთხარი კაი let's go ვიხდა რომ უნდა სწადოთ და იმ პერიოდში 300 ლარი როგორი განაზღაურება იყო? განაზღაურება იყო. ანუ ყველაფერი გეყოფოდა. მაშინ ეს იყო პერიოდი ზუსტად, როდესაც ბინები გაძვირდა. აი, რომ შემოვიდა ბევრი რუსი. ანუ კორონაც არა აჯერბოლოდა დამთავრებული. კორონა დამთავრებულია, ომი ადაწყებული უკვე უკრაინასთან. ხო, და აი ზუსტად მაგ პერიოდში უკვე დაწყებული მქონდა სტუდიო რორარაში მუშაობა. კი, მახსოვს მე შენი ვიდეოები, სხვათა შორის არ იყო ცუდი ვიდეოები იმ სტუდიო ვარვარვადან. არ იყო ცუდი ვიდეოები ვარდებოდა, კლიენტები მოდიოდა, წინსვლა იყო, ყველაფერი იყო. თუმცა რა არ იყო, რამ დაგშალათ? ჩავარნაც იყო, რა თქმა უნდა, არ იყო მუშაობა, მე რა თქმა უნდა ზარმაცი ვარ, მაგას ორი აზრი არ აქვს.
თუმცა ხანდახან ვატყობ ჩემ თავს, რომ რამაციც არა ვარ, როცა ღამეებს ვალტენებ და ლიჟბის შედეგი მიიღო და მანქანა დავამთავრე, გაურკვეველია რაღაც. ხშირად ის ღამის თენებაც წინა დღეებში სიზარმაცის ბრალია. ზუსტად. თან ბოლომდე ვერ ვიგებ სიზარმაცია თუ რა, მაგრამ ვიცი რომ მეტი შემეძლო. მაგ სტუდიო როვაში კარგად ვიყავი ერთ პერიოდამდე მანამ იქ სულ რაღაც გაურკვევლობა იყო, რომელსაც ვერ დავასახელებ ბოლომდე, მაგრამ როდესაც იქ შეიცვალა დირექტორები, ხო, პარტნიორები, მაგათ აკეთეს რებრენდინგი და იმ რებრენდინგის გაკეთებისას მე სხვა პირობები შემომტავაზეს. ის 300 ლარი არ მქონდა პირდაპირ გეტყვით. და ვთქვი რომ გადავხედე იმ პირობებს, ბევრი ვიფიქრე, მაგრამ მივხვდი რომ რეალურად შუაზე უნდა გავსკდე, რომ ის საქმეში თანხამეშონა, რომელიც ან მეტი. ამიტომაც გადავწყვიტე რომ აი ხლა ამათთვის თუ მაგდენი უნდა გავაკეთო და ამავე დროულად ისევ ნულიდან ვიწყებთ ახალი ბრენდი და ასე შემდეგ. მირჩენია ეს ყველაფერი გავაკეთო ჩემთვის. იმიტომ რომ უკვე ნათქვამი მქონდა ჩემთვის რომ აღარსა და არ მინდა მუშაობა გარდა ჩემი დიტეილინგისა. იმიტომ რომ დიტეილინგ სფერო უკვე ცოტა ყელში ამოსული მქონდა. და მივოდექით ყველაზე საინტერესო თქვენ იცით რომ ჩემი პოდკასტის და პოდკასტების და სამომავლო პოდკასტის მთავარი იდეა არის ის რომ ჩვენ გვყავდეს აქ ხშირად წარმატებული ბიზნესმენები რომლებიც ილაპარაკებენ თავიანთ წარუმატებლობაზე და ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ თქვენ და ჩვენი თავარი შეკრების და დღევანდელი პოდკასტის მიზანს და მიზეზს მივახლოვდეთ მე მაინტერესებს უკვე ის პერიოდი კარგად განვიხილოთ როცა ემანუელმა გახსნა თავის ბიზნესი წერდა ძალიან კარგ ვიდეოებს უყურებდი ცოტა გარემო არ უწყობდა ხელს მაგრამ მაინც როგორ გითხრათ ეხა როდესაც ესეთი ადამიანი ხარ ქართულად საუბრობ ეპატაჟური ხარ საქმეს აკეთებ კარგად და არავის ნაკლები გამოცდილება არ გაქვს კი არა და ტოპ 5-ში მინიმუმ იქნებოდა იმიტომ რომ ჩვენ ვინც ვიყავით იყო ჩვენთან ერთად და მაშინ დავიწყეთ და მოკლედ იმის ვერ არ გაჩერებულა ნუ ის 4 თვე როცა სწავლა დაიწყო იყო გაჩერებული გამოცდილება ქონდა და თუ ძალიან სულელი არ იქნებოდა მოკლედ სერვისს კარგად გააკეთებდა მე ხარისხს გეუბნებით ეხლა და დანარჩენზე უკვე ემანუელი მოგვიყვება და მე მინდა გითხრათ რომ ჩვენი ვიდეოების წამდგერი არის slebets.g ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო სადაც თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ დედის ტყნამდე ჩარიცხოთ თანხა რაც გაქვთ თქვენი სხვისი ესეც ხო ყველაფერი დაღუპოთ ანტენის გაგეხარდებათ და შემოიტანოთ ჩვენთან თანხა ბალანსზე ჩვენ ერთი ამდენ სფრისფინების სახით დაგიმატებთ მე კარგი სტრიმერი გყავს უკვე ის სტრიმერიც გასტრიმავს და ყველაფერი კარგად იქნება შემოიტანეთ თანხა slebets.g-ზე ითამაშეთ დედის ტყნამდე ემანუელ გადავედით რაღაცინებს. კაი, გემბლინგზე მითხარი შენი აზრები მითხარი თუ გითამაშია და იქამდე სადაც ეხა მე დავასაყელე თუ გითამაშია. სხვათა შორის მიცდია. პირველად ბატუმში ვითამაშე 10 ლარი ვითამაშეთ. ჩემ ძმაკაც უყვებით, ძმაკაცი მყავდა, ერთად მუშაობდით მიმტანად, ის იმინა ავად მყოფი იყო თამაშის და ერთხელაც რომ მეძინა, ორივე ვართ მიმტანი წარმოიდგინე და ორივე ჩამოვედით აქ არაფრით და მუშაობთ და ჩვენთვის ვართ კარგად. ოღონდ ეგ ჩემი ძველი ახალგაზრდობიდან და ამან ბალიშის ქვეშ მქონდა ფული ბიჭო, მეძინა და მომდიხა ეგ ფული და წააგო. მოდის დილე სადღაც 5 საათზე მაღვიძებს და ემაო, შენი ფული წავაგე. მეთქი ორი რაღაცის გამო ხარ საწენ. ჯერ ჩემ პული წააგე. და მეორე რომ მაღვიძებ, აი ესეთი დამაძინება ის. ასეთი უაზო ინფორმაციისთვის ის მეც ვერ დავიძინებ, წარმოიდგინე. და მას ზუსტად მაგ პერიოდში მეც ვსწადე. მიხრის ზარბაცი როგორი ზარბაცი ხარ რა გადარდებს მაგ დროს? ხო, ხვდები რომ აზრიც აღარ ქონა, დილას ეთქვა იძახი. იცი რა, აი მე უკვე ხვდებოდი იმ ჩემს მაგათის მდგომარეობა. მე ხვდი რომ ანუ უბრალოდ ავანტყოფობა მაგას ვერაფერს ვერ უზავდა. აი რაც არ უნდა გაალანძღო, რაც არ უნდა აიგინო, რაც უნდა წენო, ვერაფერს ვერ იზავ. ამიტომაც იმან მე პროსტა ფაქტს შევაგებო ძალიან მალე და მაგრამ არც თვათ უკურნებელი სცენი არ არის თუ თვითონ უნდა რომ იბრძოლოს რაღაცა გამოვა და თუ სულ აი ეს ვნება რაღაცნაირად დაძლევს მაგას ხვდები რომ ასე არ არის უკურნებელი სცენია შიცი არ არის შიცი ადრე თუ გან ადამიანს მოკლავს თუ გამოიგონო შიცი სამალი არც მოკლედ ის არ არის სარკომა მოკლედ უკურნებელი სცენი არ არის თუ მოინდომებს ხშირ შემთხვევაში სხვათაშორის უკურნებელიც არის მაგრამ თუ მოინდომებს შეიძლება რომ გამოძროს კიდევაც მოკლედ რა ესე იგი მარტო მინდა თავის თავზეა დამოკიდებული ეს გამახსენდა ძალიან მე ვასებოდა სკოლის პერიოდში სპინ პოკერები სათამაშო მე და ჩემი ძმაკაც სკოლის მე ავდიოდი ჩემს ძმაკაცის ბაიძე გვინდოდა ონლაინ თამაშობდი ხო სიგარეტის პაჩკა გვინდოდა და სპინ პოკერები ლარიანები გქონდა ბევრი ხოლმე და მაგლარიანებით სპინ პოკერებს თამაშობდი დაჯარაბედზე მგონი და 10 ლარი ვითამაშე სლოტები მეტი გემბლინგი ბატონო ეხა შეგიძლიათ მომგიდება სლებეცე ითამაშე ხოლმე თან ძალიან მაგარი აქციებია
თუ ბევრს ჩარიცხავ, იქ არის სლეთა ბორდი და შეგიძლია გახდეს სლეთა ბელადი, მოკლედ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრ ქულას დააგროვებ და ამას ძალიან დიდი ბონუსები აქვს რა. ნუ იცი ეს სერიოზული თემა არის და თუ შეიძლება დამეხმარე ჩემი ბიზნესის გაფიარებაში. სლებეტი მე ძალიან თუ არ მიყვარდეს ეგ პროექტი, მართლა სულ რო ყველაფერი აღარ იყოს სლებეტი დატოვეთ. სლებეტი მაგარი მომხრე ვარ. დავტოვოთ სლებეტი, კაი. დავიწყეთ. გავხსენით საკუთარი გარაჟი. შენ გახსენის შენი გარაჟი. ეხლა დაიწყე რაც მე უნდა ვიწუწუნო ხოლმე იმ პრობლემების წინაშე. დათეკი როგორ წახდება ხოლმე რა. ხო, რა თქმა უნდა, მე გადავწყვიტე რომ ეხლა თუ მე აქ აღარ ვაპირებ ბიზნესის განვითარებას, აი სადაც მუშაობდი მენეჯერად, თქვი რომ მაგრამ მინდა ჩემის მოხდა. ნუ რა თქმა უნდა, მე როგორც ყოველთვის ფული არ მქონდა, რომ ჩემი საქმე დავიწყო და ვეძებდი ხრიკებს ეხა ახლობლებმა ფული მასეს ხონ თუ გარაჟი ვეძებო ვინმე შევთანხმდე პირველი 2 თვე უპასო ჩემი შოს და მსგავს რაღაცებზე ვფიქრობდი მე აპარატურაზე დავიწყე ფიქრი როგორ ვიყიდო რამდენი ფული უნდა და გამახსენდა ერთ ჩემი ნაცნობი რომელსაც ჰქონდა გარაჟი სადღაც მარკეტილში ჰქონდა ნათქვამი და პოლირებას და რაღაცებს აკეთებს თავის პონჩი დაურეკე უთხარი მეთქი მე რა შვები რა ვახარ და რავი მეთქი საქმე როგორ მიდის და დაკეთო მინდაო ჩემი გარაჟის მეთქი საახო მე კიდე პირიქით მეთქი გახსნა მინდა თქო ჩემს და მე მოვწვიდე ცოტა ვიდებილე არ უნდა მეთქვა და მე უთხარი მომყიდი მეთქი შესაძაფარო არა მიხვდა ივან კიდელი ხარ ზვირად გიყირა კიდე აკაუნტი უნდა მეთქვა მანამ ვიტყოდი რომ მეც ჩემს გახსნა მინდა და მე უთხარი ერთად ხარ გავაკეთოთ მეთქი რა და ხო საბოლოოდ ანუ მე იმ პიროვნებასთან ძალიან არც ძალიან ვძმაკათობდი მაგრამ ვუგებდით ერთმანეთს და ვახლობლობდით დავიწყეთ ერთად იმას ჰქონდა გარაჟი აპარატურა და ყველაფერი და მე მქონდა ჩემი შავი სახე რომელთაც ვაჭრობა შემიძლია და ჩემი გამოცდილება და რა ვიცი მე ყოველთვის აი წარმოგიდგენე პირველივე თვეს უკვე მქონდა რიგი ერთი თვით წინ და თვითონ მანქანა რომელიც შემოდიოდა შეიძლება პირველი 2 კვირა არა მაგრამ შემდეგი სხვა კვირები მინიმუმ 2000 ლარი იყო ჩეკი მანქანიდან თვითონ მანქანიდან ეგ არ არის ადვილი მისაღწევი ჩემო ძვირფასო მაყურებლებო რომ იცოდეთ თვითონ მანქანაზე 2000 ლარზე ჩეკის აწევა იმას ნიშნავს რომ წარმოგიდგენთ წმენდა ღირს ყველაზე კარგ გარაჟებში როგორც ჩვენია და 1-2 ალბათ სხვაც რომელიც ჩემულობენ რომ ჩვენ გვანან 400 ლარი ღირს მინიმუმ წმენდა და მაქსიმუმ რაღაც 600 ლარი ალბათ ახლა და პოლირებაც რაღაცა 1000 ლარი ისიც თუ ძალიან გადაღებილია და რაღაცა საწვალებელია. ანუ ჯამში პოლირება და წმენდა რო გაკეთდეს 2000 ლარზე ვერ ავდებს. ეს კერამიკას მაინც ყიდიდი ეს რა თქმა უნდა, ანუ მე მაგ ერთი ადგილი მანქანის რეალურად ამდენ ხალხს უნდა ჩემთან მოხვედრა. რატომ უნდა ავიყვანო მანქანა უბრალოდ პოლირებაზე? აი მომიყვანოს პოლირებას და 4 დღე უნდა მივაკლათ ავი მათი. აი როგორ არის მაშინ შენი შავი ტვინით როგორ უნდა გააგებინო ადამიანს რომ არ ეწყინოს მე მოგიყვანოს მანქანა იმიტომ რომ ჯერ უფრო უკეთესი მანქანა ყავს მისაღები ესე იგი პოლირება მინდაო მეთქი 800 ლარი ეს რაღაცები ჩემ გარშე არასდროს არ მოხდარა დედას გეფიცებით 800 ლარი მინდაო 800 ლარი მინდა მეთქი პოლი ვარა ძვირია მეთქი რა ოქნა თან სულ ერთი თვით წინ მეთქი აი რიგი არა ადგილი არა მაგ და თუ გინდა მეთქი რაღაცა შემიძლია მოვიფიქრო მაგრამ ვერ დაგიკლებ კერამიკაზე დაგიკლებ მეთქი და ამის გონებაში ვა რაღაც ბონუსი არისო და მაგ ბონუსს კარგაო დაუღაიო კერამიკა რა გაქვს რა თქმა უნდა ერთწლიანი კერამიკები იყიდება სემეჩიკასავით ხო იცი რადგან ყველაზე დაბალი ფასი აქვს ხოლმე ერთწლიან კერამიკას და მეთქი თუ ეგ გინდოდა აგერ ტყავის კერამიკაც მაგ აგერ დისკების კერამიკაც მაგ აგერ შუშების ანტიწვიმას უპასუხო აკეთებდი ხოლმე შედოულაინის გაქვს შედოულაინს არ ვაკეთებდი არ მყავდა მაშინ ბიჭები ვინც აკრავდა და მე თვითონ არ ვკიდებდი ხელს იმას რაც არ ვიცოდი ეგ მართლა პლუსი მქონდა მაგაში ხო და რაც კი შეგვეძლო კიმწმენდა კერამიკები ყველაფერს მთელ სერვისს ერთად ვაკეთებინდით ხოლმე და მაგაზე ვუკლებდით ფასებს და მაგიტომაც მქონდა დაბალი 2000 ლარი არ ვიცი თვითონ მომხმარებლების ფიდბექი როგორი ქონდა უკმაყოფილოება ბევრი იყო ესე იგი 10-დან შეიძლებოდა 1 იყოფილიყო უკმაყოფილო და იმ უკმაყოფილოს უშვებდი თუ ჩვენ სავით მე ყველაფერს აკეთებდი რომ ბედნიერი დასულიყო მაინც თუ გამომდიოდა ეს ვიღაცა გამახსენდა მაგრამ ერთი ვიღაცა შენ ჩვენ გარაჟშიც მოყვა 1-2 წუთის მერე ხო ეგ გამახსენდა მახსოვს კი მეორე სართულზე იყავი და არ მიდიოდი სანამ არ წავა დანახვა ეგ ვაფშე სხვა ეგ არის ბუფალოდან მოყოლილი ეგ ნამეტანი ძველი კლიენტი იყო ხო
ხო და კი რა თქმა უნდა მაქსიმალურად თუ რეალურად ხედავდი რომ ოღონდ დრო თუ მქონდა ხო იცი იმიტომ რომ მე თუ მაგის მანქანის გამოსწორებას დრო დაუთმე ამ მანქანას არ უნდა გამოვაკლო რომელიც ახლა მყავს მე ხო რეალურად ერთი ადგილი და ერთი პიროვნება რომ მქონდა სერვისი შეიძლება მალევე მომეგვარებინა ის პრობლემა მაგრამ ჩემი თავარი პრობლემა ყოველთვის ის არის რომ ნამეტანს ბევრს ვდარდობ რომ რაღაცა ვერ გავაკეთე იმიტომ რომ სულ მგონია ჩემთვის კი არ ვაკეთებ სხვა დეტეილერისთვის რომელიც ამას მე შეხედავს და იტყვის რომ ემანუელის გაკეთებული რახე როგორია და რაღაცა ეს სულ მაგაზრებით ჩაციკლული ვიყავი და ახლა უკვე მკიდია სიმართლე რომ გითხრა ეგ არის ხა მე თუ მკითხავ ეგ არის საკუთარ თავში რწმენის ამბავი იმიტომ შენ რომ დარწმუნებული ხარ შენ გაკეთებულ სუფეხებზე კიდე მე სხვა რო ნახავს რას იტყვის რა არც ისედაც უნდა მეკიდოს და ეს დროს მოაქვს ეგრევე არა ჩემი მაგალითად პირველი მანქანა როცა ჩვენ გავაკეთეთ მე არ მახსოვს ახლა ეს დეტეილენ გარაჟის ეგიდით იყო რობის ეგიდით იყო დელისზე გავაკეთეთ და ხიხაძემ გააკეთა ოღონდ მე როგორც მენეჯერი ხიხაძე როგორც მოხელე ესე რომ ვთქვათ გიორგი ხიხაძე რომელსაც აქ ეხა თავისი ძალიან კარგი კომპანია რომელსაც თავლა ქვია და უდიდესი რიგები აქვს სამღებროში იცით ჩვენი აკადემიის მასწავლებელია ასწავლის ხალხს პოლიება ძალიან კარგად და მოკლედ გიორგი ხიხაძემ პირველი პოლიება რო გააკეთა იქნებოდა 2017 წელი დაახლოებით ახალი ჩამოსული იყო სოფლიდან ჯარიდან და ჩემთან მოვიდა კიუნეტი იყო მაშინ და ლაშავი სანამ მილიონერი გავხდები 2-3 თვე მაკლიავსო და იქამდე სამრეცხავზე ვიქნები რომ საჭმლის ფული მქონდესო და მე მილიონერი რო გავხდებიო თუ ჩემ მანქანებს გარეცხინებო ესე მითხრა თუ ძალიან გაინტერესებს პირველივე დღეს ეს გამომიცხა და კაი მეთხარ რეცხი მანქანა ხო და ამასობაში დავიწყეთ უკვე პოლირება შეისწავლა და პირველი მანქანა რო გავაკეთეთ Toyota Camry იყო ეს Toyota Camry-ს მეპატრონე და მისი მეგობარი იყო შიშიმ პირი ეტლით გადაადგილდებოდა სხვათა შორის ქალაქში ძალიან ბევრი შემხედრე ეს ადამიანი ჩემ ახალგაზრდა ბიჭია სადღაც ხიხაძე და ჩემ შორის ასაკში ესე დაახლოებით ახალგაზრდა ბიჭია ძალიან კარგი კომუნიკაბელური და დღემდე მემალები რა იმიტომ რომ ეხა წარმოიდგინე ის უყურებს ვიდეოებს იმის მერე ჩვენ რა მაგრა დავიწყეთ პოლირება სად გავედით რა მასშტაბებზე გავედით და მას მანქანა რო გავუკეთეთ ეტლით როდესაც მანქანა სწრედ დაარტყა მიყურებს ესე და ლაშაო რა მანქანას პოლირება გავუკეთეთო ჰოლოგრამა ვერ ამოვიყვანეთ გაიგე და დიდი ნახაზები მოხსენით მაგრამ ჰოლოგრამის მოხსნა არ ვიცოდით და სუნატრიალებები შეხედა გაფუჭებული ეგონა მანქანა პოლირება გავუკეთეთო კი გავუკეთეთ მეთქი რა ღირს თქვა მე ვთხარი 200 ლარი თქვა გადაგვიხადა 200 ლარი დედას გეფიცებიო ლაშავ მეუნებებს ალბათ პირველად რომ ნახე ადამიანს დედას გეფიცებიო ოღონდ გაფუჭებული არ იყოს ოღონდ შესახები არ იყოს არ მინდა თქვენი არაფერი და წავით მეტი არ ამოუღია ხმა საერთოდ და სულ მწვენია ხოლმე ძალიან ხშირად ხვდები ხა ქალაქში ერთმანეთს და სულ ვარიდებ თვალს და რავი ჩემო ძმაო თუ მცნობ ვისწავლეთ დედას გეფიცები ისი ახლა ვარ მაგრამ ვისწავლეთ პოლირება და მოდი გაჩუქებ ერთ მანქანას იმიტომ რომ ვიცი ძალიან ბევრი კაი მანქანები დადიხარ ისე პირდაპირ ვერ შეგხვდი ესე დაგჯახებოდი რომ ისე პირშიც გეცხოდი გაჩუქებთ მაგრამ ეხა ისე რომ გაგახსენობ შეიძლება არ გახსოვდეს ასე მოკლედ ერთი მანქანა ჩემზე იყო შენ კაი გავაგრძელეთ ესე იგი ამასობაში გამექცა აზრი სად ვიყავით ხო აი ვაკეთებდი მანქანებს კლიენტები უკმაყოფილად მყავდა კლიენტები მყავდა სამუშაო მქონდა სამუშაო და ყველაფერი მიდიოდა კარგად იყო ჩავარდა მგონი ერთი კვირა სადღაც და ყველაზე ცუდი რაც დამემართა ვარკეთილში ვარ წარმოიდგინე მაქვს არც ისე ლამაზი ბოქსი არც ისე ლამაზი გარე არც ისე ლამაზი კერა მახინჯი ხო ნახე ვიდეოებსაც ვიღებდი რაღაცა დიდი ბაკის ქვეშ ვიღებდი ვიდეოებს ქარხანის ფონზე ვიღებდით მანქანების ვიდეოებს რომ აი გავაკეთეთ პოლირება კერამიკა და ასე შემდეგ და ერთხელაც მირეკავს მომხმარებელი და ისო GLE 2024 წლიანი მაშინ იყო 2024 კაკრას და მე კი ბატონო აი ლოკაცია ჩავოგდე და დამასწრო მისვლა იქ დილით ხო და კაცი რომ მოვიდა სადავარო ეს რო დახედა და აქედან მალევე უნდა გამოვახციო ნომრები ჰქონდა ის ხო 10000 ლარი ხერს ხო ეგ ნომრები 10000 ლარიანი ნომრები ჰქონდა GLE სულიად ახალი ეს ბიჭიც უცხოელი ისრაელიდან თუ საიდან იყო აღარ მახსოვს ხო და რომ მოვედით მიუსწარით იქვე იყო და გამიკვირდეს რა მანქანა მოვიდა დავაწყნარე დაველაპარაკე კაროჩი დიდი სამოვნები დაგვიტოვა მანქანა ჩვენც ახლა გაგვისწორდა რა თქმა უნდა დავაი შევუდგეთ ახლა მაგრა შევბეროთ წარმოედგინე ტვალტილის კუჩაზე შუკი გაითიშა 3 დღით ეს კაცი არის უცხოეთში და დავარწმუნეთ რომ უაჩავაბარეთ მანქანას კი ბატონო ურეკავ უკვე მე 3 დღეს ურეკავ მე პირველ დღეს კი არ ურეკავდი იმედი მქონდა ყოველდღე რომ ჩაერთვებოდა გადაგვიწემეთ კი დრო იმიტომ რომ ასე და მოდიო გენერატორს გიშოვიო და ჩარტეო გენერატორი აი ზმაგაც დავრეკო რომ გენერატორი გვიშოვოს და მე კი ვერ მოვთმინე ამ გენერატორის შოვნა სამოგინე იმან მაგარი კაჩემს და გეთხოვა მოგცემ რა
მოგცემდი რო გეთხოვა. თას წარმოიგეთ, შენ კი არა, რამდენისთვის შემეძლო მეთქვა. ნამდვილად კი. თან თხოვებაში სპეციალისტი ხარ. მაშინ რა დაგემართა? ბაზარი. არა, პრობლემა რა ზოს ამქონდა თხოვნის და არც მაშინ და არც ახლა. უბრალოდ თავში არა მომწონს. არის ცოტი რომ ტექნიკურად ეგ შეიძლება და ხო, და მართლა ვიშოვე ის გენერატორი იმ დღეს როგორ სხვას გამოვარდი და ჩავრეთ. ჩავასხი ბენზინი ბოლომდე. აი გავავსეთ ბაკი და არ ჩაერთო შოკი მაგისი. ტყილა დაგჭა ბენზინი ნაყიდე. წარმოიდგინე, ხო იცი მე ტყილად არასოდეს არაფერში ფულს არ ჩავდებ. ისეთი ჟმოთი. გადმოაცხი უკანის ბენზინი. დაოლია. ხო და ჩაერთო შოკი და გქონდა ზუსტად 24 საათი მანქანის დასრულებისთვის და 24 საათში მე და მაგ ბიჭმა გავაკეთეთ ყველაფერი, რაც სამ დღეში უნდა გვექნა. არ გვიძინია დაჟე. მეორე დღეს გული ამერია უძილობის გამო. კი ბატონო. და ეხა უკვე ყველაზე კულმინაციურ ეტაპზე გადავდივართ, ჩემო ძვირფასო მომავალო ბიზნესმენებო, ან ისეთო ადამიანებო, ვისაც ჩვენ ბიზნესში გნებავთ შემოსვლა, ემა რა უნდა გაითვალისწინონ, იმიტომ რომ შენი ბიზნესი დაინგრა. და უთხარი ამ ხალხს, დაარიგე ჭკუა ჩართე coach mode და ასწავლე რა უნდა გაითვალისწინონ, როცა ჩვენ საქმეში ჯერ შემოდიან და მე თუ შემოსვლა ნორმალური ექნებათ, როგორ უნდა დაიჭირონ და ტემპი არ ჩაუვარდეთ, კლიენტი არ დაიკარგოთ და წინ წავიდენ. მე ასე მგონი რომ დეტეილინგის, კარგი, სწორი დეტეილინგის გახსნა უდრის კარგი რესტორანის გახსნას. რესტორანის. ხო, იმიტომ რომ სიძნელე და გამოცდილება ორივეს მე ასე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში ობიექტურად და სუბიექტურად ერთნაირი სჭირდება რომ წარმატებული იყო მაგ სფეროში. კარგი რესტორანი რამე. მე რესტორანი არ ვიცი ხა სიმართლე და შენ მიმტანად მუშაობდი და იცი ალბათ. მე რესტორანი არ ვიცი. მაგრამ მე ვიცი რომ ჩვენ სფეროში მაგარი დიდი არის იმის შანსი და ეშმაკიც ძალიან ძლიერია რომ გაცდუნოს რომ დაუშვათ მოხრებელი მოატყო. აი გულისხმობ მაგალითად იმას რომ კერამიკაში გამოვართვა დიდი თანხა და წაუსვა იაფასიანი. გამოვართვა დიდი თანხა ფირის გადაკვრაში და გააკეთო იაფასიანი. ან საერთოდ არ გააკეთო თუ ნაგლი ხარ ეგეთების გამიგია. მსგავსი არასოდეს არ გამიკეთებია. არა მე გეუბნები რომ უნდა გაითვალისწინოს ეს მათ ვისაც მოუნდება. ხო რა თქმა უნდა. სტუნება არის რა თქმა უნდა. ყოველთვის გინდა რომ იაფი იშოვო და მეტი ფული იშოვო, იმიტომ რომ ის შენი მომხმარებელი ვერც კი წარმოიდგენს შენ თავს როგორ ირჩენ. მე თუ მენდეს, როდესაც ბიზნესი იწყებ, იმას ვაფშე არ აინტერესებს და არც კი დახედავს ამას, გონი რომ შენ ეხლა რომ სერვისს უკეთებ, დიდი ფული აახიე და ეგ ფული უნდა ჭამო. ხო, ეგ დამოკიდებულია განსაკუთრებით კიდე ბათუმში. ხო, არა? რაღაც თანხას რო იტყდა თუ არის დაუშვათ ეს 1000-ზე მეტი ან რამდენიმე 1000 გონიათ რომ იქ მარტო 1000-ია ფასი და იმის მერე 1000-ები არის უკვე ზედმეტ. მაგალითად მოვა ადამიანი 15000 ლარიან სერვისზე და გეუბნები რომ დამიკელი 10 გააკეთე 5-15-იანი საქმე. ეს თვალები ხელას მიფართოვდება ხოლმე და მინაუჭდა უკვე აღარ ბრუნდება თავის ადგილზე. ამიტომ ans ხო. კარგი, გავს რესტორანს ესე იგი, ხო, მაგრამ აგვიქს რაღაცა გვასწავლე, რესტორანი არ ვიცით ხალხმა, არც ეს არ ვიცით. პირველ ჩემს შეცდომა იყო რომ ვყიდობდი ყველაფერს 1 ლიტრით საწმენდები, რაც ეხება ახსარეთ სიხსნარები და რაღაცები. ანუ bulk amount-ი არ ქონდა და ქონდა ჩვეულებრივი საცალოფაში ხდიდი ძვირს, ამას გულისხმობ? ხო, უნდა მეყიდე ეგრევე 20 ლიტრიანები და 10 ליטრიანები, რაც კი შეიძლებოდა, რაც კი იყიდებოდა. თუ ვიწერდი, გამომეწერა ერთიანზე და ბევრი, იმისთვის რომ პასში მომეგო, ვიდრე აი ესე მონობაში და ნარკოტიკივით ერთ-ერთი ირბინე და დროს რესურს ნერვებს ხო ხარჯავ. და ფასსაც. და ფასსაც, ხო. და რაღაც პროდუქტს თუ მიეჩვევი, შეიძლება ის არ დაგხვდეს მერე. ხო. ეგეც უნდა ეს ჩვენი მაღაზიის პრობლემაა ება. კი, მაგრამ ვაგვარებთ. მუშაობთ ვაგვარ. ხო. შემდეგი. შემდეგი თუ ყავს ახლობელი, გინდა ახლობელთან ერთად გააკეთო ბიზნესი, ჩემი რჩევა, რომ შენი ახლობელი შეინარჩუნო, არ დაკარგო და ბიზნესი ერთად არ გახსნათ. თუ ძირფასი შეძლოს ეგ მეგობარი და არ გინდა ეგ მეგობარი დაკარგო. იმიტომ რომ არის რაღაცა ყოველთვის როგორც ოჯახში შენ შორიდან ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ერთად რო იწყებთ საქმეს, ცხოვრებას, იმიტომ სამსახური მეორე სახლია ხო, ყველა მაგას გავიძახით, იმიტომ რომ ყველაზე დიდ დროს მან ვხარჯავ. მეორე კი რა, შეიძლება პირველი სახლია თუ დროის მიხედვით შევხედავ, სად უფრო მე დროს ატარებს. ზუსტადაც და იმ ადამიანთან სულ შეხება რომ გაგთან შეატყებთ ხასიათებს, შეატყობთ რა გაღიზიანებთ და სულ ხასიათებს თავი რა გავანებოთ. რაღაცეები იყო რა ვნახე რომ მე მაგ პიროვნებასთან ვეღარ ვიმუშავებ ერთად. სულ ბევრ რაღაცაზე ხა შემეძლო მე თქვა, კაი, არა უშავს საქმეს ვაკეთებ და ბოლო უნდა გავაგრძელოთ, რას ქვია, ხასიათის უფეხებზე თუ არ მეკიდოს, კაი, არ მსიამოვნებს, ნუ მსიამოვნებს. ფულს ვაკეთებ, საქმეს ვაკეთებ, წინ მივდივართ. იყო რაღაცა გადამწყვეტი, იმის გამოც მე გადავწყვიტე რომ არა, მე აღარ გავაგრძელებ.
ამ პიროვნებასთან ერთად მუშაობას და ყველაფერი დავტოვე, არც დამიწყია. წამოიღე მე. კაი, მოდი ახლა ვთვლათ ადამიანს დავაბრალებთ, იმიტომ რომ მაშინ მაგ შემთხვევაში წახვიდე და შენსაც გახსნედი. რომელიც შენ არ გააკეთე. ვიტყოდი. დამასრულებია. ხო. რუშეტენი ყველაფერს სხვა საკუთარ თავზე წაიღე პასუხისმგებლობა. თქვი რომ არა წარმაცი ვარ. შემიძლია კიდე დაბნეული ვარ მაგარი. საერთოდ ფიზიკურად მუშაობ. რომელ სიტუაციაში მე არ მახსენდება შენ დაბნეული ყოფილი. კაი, სიძახი. რამდენჯერ გასაღები გამომყვა სახში. ეგ დაბნეულობა მაგას სხვა რამე ქვია. როგორ დაუძახო მაგას? არ შეიძლება რომ სტომარს ესე მიმართო ეხა რასაც მე ვფიქრობ ეხა ასე რომ დაბნეულობა არ ქვია მაგას. ბილენაზე ქვია სინები. რაღაცები მოვიწყდება, რაღაც ხანდახან სულ არეული ვარ. სულ გასაღები ჯიბეში გიდეს და სულ მიდიხარ ამ გასაღები სახში. ეს ხანდახან არა. მაგ მინუსებია. სულ არის. გეტანხმებით. კი. მაგრამ სად ვიყავი ახარ მახსოვს. სად ვიყავი და ცდილობდი ყველაფერი დაგებრალებია შენი პარტნიორისთვის, მაგიტო დამენგრა ბიზნესი. კაი, ხო, გადაუწყვიტე რომ ყველაფერი დავტოვო ამ პიროვნებას. სამოგინე მე ადამიანმა რომ შენი წილი დატოვე იქ უფასოდ. წარმოიგინე. ჯერა აქ ისი, და ახლა არ დავიჯერე. ცოცხალი ჯოჯოხი. რაც კი ყველაფერი ერთად კონდა ნაყიდი, ფასტები იქნება, ფირი იქნება, აპარატი თუ რაღაცა, არც ინტერესი არ მქონდა მეთქი იყოს. წავედი და მე ну რა თქმა უნდა ხო თქვი მაიმუნი როგორ იქცევა მეორე მანამდე დამირეკე მე სანამ წავახვიდე არა შენ სად იყავი ჯერ მე უკვე გერმანიაში ბილეთი ნაყიდი მქონდა ხო გამახსენდა ბილეთი მაქვს ნაყიდი მართლა კი გერმანიაში მქონდა ბილეთი ნაყიდი რომ წავსული ვიყავი ევროპაში 3 თვე ვემუშავა წარმოგიდგენთ პოლირებაზე თან კაი სპეციალისტი ვარ და უკვე დავუკავშირდი გაურ კომპანიას და let's go ჩამოდიო და ასე და ასე ამ წელს გადაგიხდით საათშიო. თან დედა ჩემი ბერლინში ცხოვრობს და მეტი რაღა მინდოდა. და ზუსტად მქონდა ნაყიდი ბილეთი 1 სექტემბერს. წინა წლის 1 სექტემბერს. და შენ გამოაცხადე ვაკანსია ფირის გადაკვრაზე და დავფიქრდი. არა მეთქი აზრი არა აქ მეთქი არც მივწერთ თქო. ფირის გადაკვრის ინტერესი ყოველთვის მქონდა. მე კიდევ დავინახე ეგ სტორი. კაი, მოდი მოგწერთ და ხო მოგწერე. ლაშე, მეც გამოგიგზნო CV თუ შემიძლია პროსტა მოვიდეო. ხადაობით მოგწერე და ჟარც ველოდი ეგეთ დადებით პასუხს და შენ რომ მითხარი ადამიანი ისეთი მჭირდება რომელიც გაჩერდება და არ წავა. მეთქი რატომ ეს უკეთესი ვინ არის? და მაინც ახვედე. არა, კომპანიაში. ჩვენთან დარჩი, მაგრამ ნუ სხვა საქმეზე გადავედი. თან არ წახვედი ხარ. ვიფიქრე ახლა წარმოიდგინე, ახლა ის ჩემი აზრები. გერმანიაში წასვლა პოლირებაზე, თუ გერმანიაში წასვლა პოლირება ფირის გადაკვრაზე რა. ეგ აზრები მქონდა უბრალოდ, რა თქმა უნდა, ჯობია ახალი სპეციალობა ისწავლო და აი ყოველთვის მამაკაც უნდა ჰქონდეს მეტი რაღაცა სკილები იმისთვის რომ მიშოვოს ფული თავისი ხელებით. ხომ ერთმეწეს ხვალ რა და როგორ იქნება რომ ყველაფერი შეეძლოს და მეტომაც ვთქვი რომ ფირის გადაკვრაზე კარგი რა შეიძლება ვიშოვოს სწავლობად ვიდრე აი რაღაცები რომ წავიდე სხვა ქვეყანაში და მეტომაც დაგიკავშირდი და უკვე წარმოიდგინე ბილეთი მქონდა რეისი ბერლინში 1 სექტემბერს და სამსახური შენთან ის სწავლა იწყებოდა 1 სექტემბერს მაგრამ ვმუშაობდი ჩემი რეისი გაპრინდა და ბილეტებიც კი ვერ დავაბრუნე კიდე -400 евро იცი რა მითხარი მოხვედი ჩვენთან სასწავლებლად და რა თქმა უნდა მაიმუნი როგორ იქცევა ერთ ხელს არ გაუშვებს სანამ მეორეს არ ჭაჭიდებს ხო და გამოაცხადე რომ ხელფასი გინდოდა მანამდე სანამ ისწავლედი გამოაცხადეო ესე იგი მე რომ მოვედი შენთან გასასაუბრებლად ხო შენ თქვი ემანუელი შენ ახლა კაცი რომელიც თავის ბიზნესს ტოვებსო თან გერმანიაში მიდიხარ და ასეთი საშუალება გაქვს ამდენი ფული იშოვო მე ვერ დაგპირდები მაგდენ ფულს შენ თვითონ მითხარი მე დაჟე არც მისაუბრია ანაზღაურებაზე შენ მითხარი ამას და ამას მოგცემ მანამ იქნები ჩვენთან სტაჟირებაზე მე არც ველოდი ესეთ შედეგს მე არა არა ვაჩვენე რომ გამიკვირდა და ეხ მეთქი რა ვქნა ცოტა მეთქი მინდოდა თქო მაგრამ იყოს ამ ეტაპისთვის იყოს მაგდენი თქო ეს სხვათა შორის ცოტა არ იყო ხა ეს არ ვიცი რატო იგრჭება მაგრამ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურება იყო საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასზე 1.5-ჯერ მეტი იყო ჩემი გამოთვლებით კაი იყო მაგარი იყო და ეგრევე დავტაყდი ვერ დაინახე კი ბატონო
ესე იგი, უყურე ხა შემიჯამე ჩვენ ადამიანებს ვესაუბრებით ჩვენ გამოცდილების შესახებ, რომ ბიზნესი როგორ ვაკეთოთ, რანაირად ვაკეთოთ და რამდენიმე წესი გითხარი რა უნდა გააკეთონ დამწყება ბიზნესმენებმა, თუ უნდა დიტეილერობა და თუ არ უნდათ ალბათ სხვა ბიზნესში თუ გამოდგებათ ეს არ ვიცი, რამდენიმე წესი რა აუცილებლად უნდა გააკეთონ და რამდენიმე წესი რაც უეჭველი არ უნდა გააკეთონ. იცი რა არის, ყოველთვის ვიძახი უცხოელებს უდმე განსაკუთრებით, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, რომლებსაც სულ სწავლაგან ვიტარება უნდათ ბიზნეს ხსნიან და მაგათ ვიმუშავებ. მე ვეუბნები, აქაური ჰაერით ის უნდკებ 2 თვე და უკვე სხვანაირი გაიჩნდები. იქნები როგორც ყველა ქართველი ახლა როგორც არის, როგორც იქცევა რომ იძახიან რომ ჩვენ უფრო მაგრები ვართ, იგივენაირი იქნები. და მეც ეგრე ვარ. მეც ქართველი ვარ, ხო იცი გამოთქმულეს მეც გიორგი ვარ. მეც ქართველი ვარ, ჩემს თავზე ვიძახი. და მოდი მრავალბიჩი ვილაპარაკოთ, ვისაც პრეტენზია გაქვს, რომ ქართველი არა ვარ. არა მაქვს პრობლემა გქონდეთ. ჩვენ ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი სიამაყე და არასოდეს არ გვინდა სწავლა. არასოდეს არ გვინდა რომ ვინმე რამე გვითხრას გვაჩვენოს და 5 წუთი მოусმინოთ რომ მართლაც როგორ იქნება უკეთესი. დღემდე ეგრე ვარ. დღემდე ვხედავ ჩემ თავს მაგაროლშიც, ხანდახან ვაძალებ ჩემ თავზე ვბრაზდები რომ აი ამას ვერ ვეგუები რომ ვიღაცა მასწავლის და მიხსნის როგორ უნდა. დღემდე არ გამომდის, მაგრამ თქვენ ბიჭებოც მოგმართავს თუ ხედავ რომ პოლირებას იწყებ, ხო დიტეილინგს იწყებ, რაღაცა არიცი. ჯობია, სხვას მოусმინო, რომელიც შენ პატარა არჩევას გაზევს და გამოცდილია შენზე გაცილებით, ვიდრე კლიენტს მოусმინო, რომელიც ხვალ დაგაჯობს. რეალურად ის რა არის, ჩვენ ხო გითხარით ხა პოლირება ვისწავლეთ ხათრით ვირბინეთ რა და ვერც გვასწავლეს ხო გახსოვთ აი გითხარით მაგალითი ჰოლოგრამა ვერ მოვაშორეთ. ხო ეხა ჩვენი ვიდეოებიდან გამომდინარე ჰოლოგრამის მოშორება ყველა ჩვენგან გამომწერმა იცის. თუ გინდა ხო აკადემია ძვაკ და თანხის შეიძლება თანხა არ გაქვს რომ გადაიხადო ხო ოდნა მონდომებას თუ დამანახებს ჩემზე ძალიან შენ არ გენდომება რომ ისწავლო დამჯერ ისე გასწავლი მოკლედ რა უბრალოდ მონდომება უნდა დამანახო შეიძლება გითხრა 5 საათზე გაიღვიძე მოდი იდი გარაჟი წინ და მე მოვალ 11 საათზე მაგრამ მონდომება ის არის იქნა იდგე რა ესე ვხედავ იმიტომ რომ ხო გეუბნებით ვიც ახლობლობით ჩვენ აკადემიაში ხალხი გამოგზავნა გეხვეწები ასწავლე და თანხა არ გადაუხდიათ ხო? არავის არაფერი არ უსწავლია. საი ერთ კაცს ვერ მეტყვით ვისაც თანხა არ გადაუხდია და პული ისწავლა ჩემ აკადემიაში და აკადემია უკვე 7 წელი 6 წელი აკადემია გვაქვს. პირველი 2 წელი თანხას მე მგონი საერთოდ არ ვიღებდით. მე მგონი უეჭველი არ ვიღებდით. და მე არ მახსოვს ადამიანი ვინმე ჩემი ნათესავია, ნაცნობია ვიღაცა მოსულიყო და ესწავლა და გამოდგომოდან გამოეყენებიოს. უკვე პულს რო იხდი მე ინდომებ კიდევაც რა. შეიძლება მე ხო მე გადავიხადე ფული $500 მახსოვს და მასწავლის მარტო შკურკვა სახელების არა ვართ მზეზე შკურკავდი მზეზე მაგიტომაც მაგრამ შაურმას გაჭირდა და სამაგეროდ შაურმას მაჭირდა და მანქანა გავაკეთე თავიდან ბოლომდე კაპიკი არ მოიწია კაი ეხა უნდა გითხრა რა ქვია რა არ უნდა გააკეთო სად ამ საქმეს როცა იწყებს ადამიანი რა არ უნდა გააკეთო მე ცუნებაზე ვილაპარაკე რომ ტყუილის შანსი დიდია თქო მაგრამ მოდი კიდე რაღაცა ევანულმა დაგვიდას აი გახსოვთ მოგიყავით GLE-ზე მე მივხვდი რომ დეტეილინგ სფეროში და მახსოვს შენი სიტყვებით რომ შენ ამბობდი დეტეილინგი იწყება შენგან და ეს მართლაც ეგრეა იმიტომ რომ ის GLE-ც რომელიც მოვიდა ჩემთან გადაიხადა ბევრი პული ჩავატარე მაგარი სერვისი ის მეორედ არ მოვიდა და განა რამეცოდად გავაკეთე დაჟე იმ ხო გითხარი 24 საათში თავისი გენერატორით ყველაფერი გავაკეთე იმ ადამიანის გონებაში არის რომ იმან ადალჟენია როგორ არის ქართულად ადალჟენია არ ვიცი ну რაღაც ვითომ დამეხმარა ხელი გამომიწოდა და დამიტოვა მანქანა რა იმიტომ რომ მაგ რაღაც ბანზი ბოქსი მაგ რაღაც არცის ლამაზი გარემო და რაღაც პატარა არეულობა მომცა შანსი მომცა შანსი გაძლო შეიმანქანა გააკეთო თუ არ იგინე რომ შენზე და შენს სერვისზე ვინმე იპიროს და პირიქით ადამიანი შენთან რომ მოდის მადლობის შეგრძნებით მიდიოდეს ყოველთვის შენგან და ისე მოდიოდეს უნდა იზრუნო გარემოზე დადგი რაღაც ყვავილი ბუჩკი რომელსაც მოული რომ გამოიყურებოდეს უფრო ლამაზად შენი პატარა სერვისი რო ეთყობოდეს რომ ნაზრუნია გარემო ხო რომ ნაფიქრია რა თქმა უნდა რამე ნახატი და მე თუ რა შორს ვარ ეგეთი რაღაცეების რამე შუკი განათე რა ლამაზად მოაწყო ყველაფერი რომ მოვიდეს ესეთი მანქანა რომელიც როგორც შენ გინდა და გადაიხადოს ესეთი ჩეკი როგორც შენ გინდა თუმცა მაინც მოხდებინებდი იმანს გარემოშიც კი ხო ნუ არ ჩვენი გარემო არ წყვიტავს ვარსკვლავებს იმიტომ რომ თავიდან პირველები რო ვიყავით როცა გავხსენით შიდა რემონტიც კი ძალიან აკმაყოფილებდათ ხალხს და ეხლა უკვე ისე განვითარდა ეს სფერო რომ სულ რა ვიცი ლამის თვითმფრინავით შევიდან ამ დეტეილინგ ცენტრებში და იმედია ჩვენც მალე თბილისში ძალიან კარგი სერვის ცენტრი გვექნება იდეალური გარაჟი მაქვს თანამშრომლებისთვის ყველანაირი კომფორტი მაქვს შექმნილი
შესაბამისი ტემპერატურა ყოველთვის, თავის მოსასვენებლით და ყველაფრით, მაგრამ ეხლა მომხმარებელისთვის ესე არ არის, ცოტა დისკომფორტული ეს ამბავი და როგორც შენ თქვი, მოკლედ გარემო პრობლემა ჩვენთვისაც არის, მე ერთი რაღაც მახსენდება, ჩემმა დიდი ხნის ნაცნობმა დამირეკა ტელეფონზე. დიდად კარგი ურთიერთობა არც ადრე გქონია და მით უმეტეს რომ გაქრა იმის მერე საერთოდ დამირეკა ტელეფონს და მეუბნება რომ ჩემმა უბრალოდ მთხოვაო რომ მანქანაზე ფირის გადაკვრა მინდაო და სად მოგიყვანოსო. ოღონდ ალეკილი არ ქონდა ალბათ 7 წელი. ისიც არ მომეწონა რომ მე უპასუხე ტელეფონს და იმან მიცნო სიმართლე თუ გაინტერესებთ. მოკლედ უთხარი მისამართი სადღა მომიყვანოს და მეორე დღეს მიიყვანოს და 10 საათზე მოიყვანოს თქო უთხარი. მთხოვა იმავე დღეს რომ შენ უნდა დახვდეო, სხვა არ დახვდეს თუ შეიძლებაო. კი გამიკვირდა ხა მე რატომ არ დახვდე? ნუ არ არისო მოკლედ ქართველიო და შენ დახვდი. გავიღვიძე 10 საათს თუ ვიღვიძებ ხოლმე რომ მაინც ეხა გავიღვიძე განგებ 9 საათზე რომ ახსოვს რომ აი მან რომ დამირეკა რომ იმის უფრო 10 საათზე მე უნდა დახვდე. წავედი დავჯექი მოვიდა 10 საათზე, ადამიანი შემოვიდა ესეთი ორი ახალი Range Rover შემოვიდა ეზოში, ქვევით ჩავიდნენ, მოტრიალდნენ და გავიდნენ, გამარჯვებას არ უთქვიათ, ნახონდაც არ უთქვიათ. ხო და არა მომიღე ხმა არაფერი, არც ვიცი ვინ იყო, საერთოდ ვერ მიხვდი ვინ იყო. გაგრძელდა 10 საათი, 11 საათი, 12 საათზე დაურეკე ჩემნაცაც მოვიკითხე სად არიან, თქო და ой, ლაშაო ბოდიშიო, ესე მითხრაო, not is my level-ო. არასწორი რაში იყო. ხომ არ ვიცი, მე მინდოდა რომ ყველასთვის მეგინებინა იმ წავს, ჩემ თავზეც, რა ვიცი, ჩემ თანამშრომლებზეც, იმაზეც თავის უფროსიანა და მთელ თურქი იყო, მთელ თურქეთზე მინდოდა მეგინებინა. რა დაშავეს, მაგრამ ჩემი შეცდომის რა თქმა უნდა, ჩემი შეცდომის ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ რა ვქნათ. ჯერჯერობით კიდევ იმ გარემოში ვარ სხვათა შორის და ჯერჯერობით ჩვენ იმ ლეველს კიდევ იმის ლეველს ვერ. მაგრამ სამაგიეროდ მაინც ისეთი ავტომობილები მოდიან, რომელიც საქართველოში ერთი ეგზემპლარი დადის ხოლმე და მაინც დიდ გარაშია. ხო, თან ეგეთი მანქანა ხა ორი გვიდგას გარაში და გადაღება აგვიკრძალეს და ჩვენო მომხმარებელო გადაღების აგზავნოს არ ვართ იცოდეთ, თორე ცოტა წავა საქმეები. ხო. კარგი, მოკლედ ეხა ბოლოსში რო გავიდეთ კიდე რაღაც თემას მინდა რომ მე შევეხოთ. ბოლოსთვის შემოვინახოთ უკვე შენი მიმდინარე სამსახური, ჩემო მეგობარო, მე ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. არასდროს არ შემიქიხარ, ხო? არც ეხა არ ვიტყვები და შეკება არ მეყვარს, მაგრამ ეხა როცა აუტორეს გავდივარ, თუ ნავთქვათ ერთი-ორი დადებით სიტყვა. გაგიგია ჩემი გადადებით სიტყვა, არ ვიცი, კომპლიმენტებს არ ვარიგებ სამსახურში, მაგრამ როცა არ ვჭუბობ, მაშინ შეგიძლიათ კომპლიმენტად მიიღოთ ჩემო თანამშრომლებო. მოკლედ, ძალიან კაი ბიჭი ხარ. ძალიან ბევრი დადებით თვისება გაქვს, რის გამოც ახარ ჩემს სამსახურში სხვათა შორის. ოღონდ ეს ისე არ არის, ჩემს სამსახურში და პირიქით, ჩემთვის უფრო მეტი პატივია რომ შენ ჩვენთან მუშაობ, ვიდრე დაუშვათ შენთვის იყოს რაღაცა ესე. ხო, ამის თქმა მინდოდა, მადლობა და ამ ეტაპზე შენ გაქვს შემოთავაზება, რომელსაც კი არა, ქონდა შემოთავაზება და რომელსაც დათანხმდი და შენ Detailing Shop-ში გადახვედი კორპორატიული გაყიდვების ბოსად, ხო? ბოს ხო? ჯერჯერობით მე ერთად ერთი თანამშრომელი ვარ. მაგ მიმართულებით და ჯერჯერობით ბოსი მე ვარ. კი ბატონო, ხო და ეგ მაინტერესებს რა. ჩემი აზრით, რატომაც ეგ შეთავაზება მიიღე, ამ სფეროში ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს. შენ თვითონ იძახი რომ როგორ თქვი, შავი გაყიდვების სპეციალისტი ვარ თუ რა, თქვი, შავი სახე მაქვს რომ გავყიდო თუ რაღაცა ხო თქვი? არ მახნა, ხო ისეთი გარეგნობა მაქვს რომ მიწყვი. კარგად გაყიდო, ხო? ხო და მაგიტომაც მოგეცით გენაცვალე შანსი და იმედი მაქვს რომ გაამართლებ ამ ყველაფერს და ახლა მითხარი მაშინ შენ 1-2 სიტყვით ამ სიტუაციაზე რას ფიქრობ და როგორ ფიქრობ და მითხარი, კაი 3 წელი შენთვის ძალიან ბევრია, 2 წელის მერე სად იქნები შენი აზრით და მე რო გადავახოთ ვიდეო შევხედოთ ამდენად დაევთხვა შენი აზრი ამ ნათქვამს. შენი ყოფა ამ ნათქვამს. მე შენი შენმა სიტყვებმა იმოქმედა ჩემზე ერთ პერიოდში, როდესაც შენ მოსწავლეს ეუბნებოდი, რომ მაგაში ცუდი არაფერი არ არის. ზოგიერთი ადამიანი ასე აწყობილი, რომ იმას მუშაობა შეუძლია. ზოგი ადამიანი ისე აწყობილი, რომ ის უნდა მართოსო. ხო ხტები ყველამ თავის საქმეს მიხედოს. და მე რომ 7 წელია ვპახავ ფიზიკურად, ეს ჩემთვის სასწაულია, იმიტომ რომ არ ვარ მე, თუმცა ზანგი ვარ, არ ვარ მე მოწყობილი იმისთვის, რომ ფიზიკურად ვიმუშაო. ჩემთვის მაგარი რთულია, თუმცა შემიძლია და გავკაჩე ამდენი ხანია. მაგრამ რეალურად ბედნიერი ვარ, როდესაც ვესაუბრები ხალხს, მით უმეტეს იმაზე ველაპარაკები. თან 9 ენაზე. თან 9 ენაზე. და ერთი სული გაქვს რომ გააგებინებ რუსრო უკრაინული ციცი და პირიქით. რა თქმა უნდა. ყველაფერს აკეთებ მაგისთვის რომ გააგებინო. რა თქმა უნდა. ანუ ჩემი ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც როგორც ადამიანს გამაჩნია, რომელიც მე ძალიან ვაპასებ და მიყვარს, ასე კომუნიკაბილურობა. აი ეს ნულიდან შემიძლია გამოვიჩინო ახლობლები, მეგობრები, პარტნიორები, ლაპარაკი და ასე შემდეგ.
და აი გაიდვებში, როდესაც მივდივარ მე სხვა დეტეილინგში, სალაპარაკოთ რაც შეიძლება პროდუქტზე ვლაპარაკობ, მაგრამ უფრო ვურთიერთობ და მე აზრებს ვცვლით და გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ვურთიერთობ და მე უკვე ვსაუბრობ გამოცდილებაზე, პროდუქტებზე და ასე შემდეგ. რის გამოც ნდობას იწვევს ეს ყველაფერი, მე არ ვცდილობ რამე შევტევო და უფრო გამომდის ურთიერთობა და მაგ ურთიერთობის გამო გაყიდვებიც. და ეს რომ გაყიდვებზე გადავედი, მართლა მე მაგრად სიამოვნებელს და რეალურად შენ ხელს გიწყობს ერთი რაღაცა, ნახე, გარაჟის ეს 8 წლიანი გამოცდილება და შოპში მარტო ის პროდუქტები იყიდება. რაც ან ტოპ ბრენდია მსოფლიოში. ან კიდე რაც ჩვენ მაგრად გამოვცადეთ. იმენა მოვიხმარეთ, რასაც ქვია, გავცვითეთ 1000 და მე შევიტანეთ გასაყიდად. ხო ესე არის. ანუ ცუდი პროდუქტი მართლა. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. თუ რამე გაუტესტავი პროდუქტი დევს უკვე ძველი მწარმოებელი, რომელთაც ჩვენ ხელში ყოლok დადებული, გაუტესტავი პროდუქტი თუ დევს და ახალია, კი ბატონო ის მესმის, მაგრამ დანარჩენი აი 98% იქ რაც დევს არის მაგარი პროდუქტი. სხვადასხვა შორის, როდესაც არ ვმუშაობდი სხვა დეტეილინგებში, მაინც ნაშრომის კერამიკებს ხმარავდი. მე მახსოვს ლაშე იყო პირველი ადამიანი ასე მახსოვს რომელიც აკეთებდა მაგ კერამიკის ტრეინინგებს არც უხსნიდი ხალხს რა კვარცის ბაზაზე არც პოლიმერი და არც კვარცის შემცველობა და ასე შემდეგ ანუ პრაქტიკულად როგორ უნდა წაუსვა იმიტომ რომ მაგისი კულტურა ვაფშე არ იყო მაგას ასწავლედი და ნასიოლზე ლაპარაკობდი ძალიან ბევრს და მე ნასიოლით მთელი ჩემი ცხოვრება ყოფილი ვიყავი ერთხელ არ ყოფილა პრობლემა რომ მე თქვა რომ ამის გამო ნასიოლი არ ვარგა ნასიოლის გარდა ჩვენ ძალიან ბევრი მრავალი კარგი ბრენდი გვაქვს და 5 ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლები საქართველოში 4 მაგარი ბრენდია მართლა 4 მაგარი ბრენდია მსოფლიო დონეზე ანუ მარტო საქართველოში ოღიხა გვამთავრებ ჩვენ უკვე ჩვენ საუბარს საკუთართავს კი ბატონო ეგ არის ყველაზე თავარი იმიტომ რომ არ მინდა რომ გაგეცინოს მინდა თქო რომ ცხოვრებაში გავარტყი იმიტომ რომ ხო არ მინდა რომ გაგეცინოს მაგრამ ძალიან არ დაიწყო თავი კონკრეტულად დავანახე სად დავაყენებ ხო ხო იცი შემიძლია ტრაკის თამაში რომ ეგ ტრაკს დავაყენებ ჩემი ტერმინია მე გისწავლე რაღაც არ ვიცი შენაგისწავლე თუ არა მაგრამ ხვდები რომ რეალურად ცოტა უნდა ჩქუას მოვეგო და თუ ჩქუას მივყვები მე მგონია რომ თბილისში გვექნება როგორც მინიმუმ 2 დეტეილინგ შოპი როგორც მინიმუმ კიდევ მეორე ადგილას არა მხოლოდ ანუ დავიწყოთ ეგეთან რომ ჩვენ 2 წელიწადში იგივე სამსახურში ხარ გაყიდვებში ხო ჯერჯერობით მე ვფიქრობ ესეც ძალიან წარმოუდგენელი რაღაცაა ასეთი 2 წელი შენ ცხოვრებაში არ ყოფილა ჯერ ალბათ სხვადასხვა 1 წელი ჩახურე უკვე ჩვენ სხვადასხვა ეს კი ეს 2 წელი არ ყოფილა 1 წელი იყო კომპანიაში მე 1 წელი უკვე ჩვენთანაც ხარ 1 წელი უკვე თქვენ ეხა უკვე რეკორდზე მივდივარ უკვე ხო რეკორდი კიდე 2 წელს ამატებ ამას კაი გაგაწყვეტინე გააგზე კი 2 წელი მე ვფიქრობ ამ კომპანიაში უეჭველი გავჩერდები იმედი მაქვს მე მექნება ესეთი თანხა სამწუხაროდ ბანკებში ვარ გაშავებული, იმიტომ რომ ეს კარგად დავიხადე და მექნება დაგებოღმენ თეთრ კაცს რო გაგაშავეს. ხო, ბოდიშით. იმედი მაქვს მექნება თანხა, მე ჩემ ბრენდსაც რამეს შემოვიტან საქართველოში კიდევ უფრო ფართო არჩევანს ჩვენ სფეროში, რაღაცებშიც ჯერჯერობით არის და გავაგზავნებ ისევ ამ მიმართულებით ჩვენს კომპანიაში მუშაობას და რაღაც აი ამ ბრენდების განვითარებას და კიდევ ახალი ბრენდების ჩამატებას. და რაღაც პროდუქტებს რომელიც აკლია. კი ბატონო, ვიხილოთ. უკვე ორი ჩასწორება მაქვს, ვერ ერკვევა ალბათ ქართულ ტერმინოლოგიაში. ბანკში კი არა გაშავებული, პატრულმა გააჩერა და მოპედით იყო და ერთი კასკა ხო ეხურა და მეორე კასკა რომელიც ეთო უკანა სკამზე იყო გადაწეული ნომერს ფარასო და 2000 ლარი დააჯარიმა ხალხმა და ჩუჭყიანიაო კიდე ნომრები. წარმოიდგინეთ, წვიმაში ხო წვიმა იყო თუ არ იყო? არ იყო წვიმა. კარგი, რა მნიშვნელობა აქვს? ნუცუბიძეზე მზე იყო თუ რაღაც იყო, აჩერებ ადამიანს, რომელიც არის ნიგერიელი, რო შეხედავ, გელაპარაკება ქართულად და გეუბნება რომ კასკა აქ მედო და გადაიწია და უწერო 2000 ლარიან ჯარიმას. აი, რამ გაგამწარა? თან მე ყოველთვის დილობიან რაღაც თავაზიანად ლაპარაკები. პროსტა რამ გაგამწარა გვითხარ? აი, მეორე 2000 ლარს მე გაჩუქებ. აი, შენ არ აგიღია ის პული, სახელმწიფო უნდა იყოს, მაგრამ მე გაჩუქებ მეორე. პროსტა რამ გაგა რატო გააკეთე? რავი რა გიქ გითხარი გაასაჩირო თქო ეგეც ფეხებს დაიკიდე ამ ფეხებზე კიდია რო ხარ მაგ გვიან გავასაჩიო მაგრამ მე უკვე სასამართლოში რომ უნდა მიმიყვანა სასამართლომდე არ მივედი იმიტომ რომ კორეაში მევფრინდი და მე რო არ ვერკვევი მაგ რაღაცებში მეთქი კორეაში წასვლის პონტი არ გამემაზროს აი ამ სასამართლოების რაღაცების გამო მორჩა და ვერ მკითხე რა ეს რომ მაისა იურისტი რო ხარ განათლებით კაი მოკლედ რა ეს იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა მეორე ჩაზუსტებაც მინდოდა ხო ნახეთ როგორ მოაცხადა რომ ყველა ადამიანიო შრომისთვის არ არის დაბადებული ზოგი მართვისთვის არის დაბადებულიო არ ვიცი ხდება თუ არ ხდება ადამიანი რომელიც ფიზიკურად შრომობს და ადამიანი რომელიც დაუშვათ ფიზიკურად არ შრომობს მაგრამ უწევს ფიქრი როგორ უნდა წარმართოს საქმე და
თუნდაც არ წარმართოს საქმე, მაგრამ იყოს ბუღალტერი ან იყოს რაღაცა ფინანსური დირექტორი ან თუნდაც ფინანსისტი არ იყოს დირექტორი, მასაც შრომა უწევს ხალხო და მასაც სჭირდება, რა ქვია, დიდი სიბეჯითე და ყველაფერი ჭირდება ეს ადამიანს რა. მაგას დავამატე ფლაშა მე როდესაც ხო, აი გარნიშნავს იმას, რომ იმას შრომა არ უწევს. შრომა ყველგან სავალდებულოა, მაგრამ უბრალოდ ზოგს ფიზიკური გამძლეობა და ეგრეთ წოდებული დიხანი არ მოძებს. აი მე მაგალითად ეხა ფეხბურთს და ყველანაირ სპორტს თამაშობ ბავშვობიდან, ხო? მაგრამ ფეხბურთს თამაშობდი რომ არ დავრბოდი. მაგრამ მაინც კარგად თამაშობდი. ჩოგბურთსაც თამაშობდი, მაგრამ ტურნირებზე რო გადაგვიყვანეს და 1 სეტიანი უკვე აღარ იყო და 2 და 3 სეტიანზე შემაგდეს, უკვე იქაც ვეღარ თამაშობდი რა, აი გამძლეობა არ მომძებს და რა ვქნა. იცი რა არის? მე გეთანხმები მაგაში და შემეცნია რა, ჩემი თავი როდესაც მოვიდივარ სახში დაღლილი ფიზიკურად მუშაობისგან. და როდესაც მოვიდივარ სახში დაღლილი იმის გამო რომ მქონდა საუბარი სხვადასხვა დეტეილინგებიდან, ვაჭრობისგან და ასე შემდეგ. თითქმის ერთ იგივენაირად ვარ დაღლილი. კი, გუშინ რო ჩაატარე მასტერკლასი და რო ლაპარაკობდი, მახსოვს რომ მეც და შენც ეგრევე დავიძინეთ ენაგად მოგდებულებ. ანუ სახში რომ მოვიდივარ, ჩემწონილი მატყობს რომ მაგარი დაღლილი ვარ. მოხონთ, რა თქმა უნდა, როგორც თქვი, ორივე შრომათევადია, მაგრამ ეს საჩემოა და ის საჩემო ნახეთ არ არის. დაგემშვიდობებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლო, იმედია შემდეგი პოდკასტს მალე ჩაგიწერთ. თუ ჩვენი გამოსილება რამეში გამოგადგათ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი პოდკასტის YouTube არხი, შეგიძლიათ გამოიწეროთ, გამოგყვეთ Instagram-ზე, Facebook-ზე მილიონი პლატფორმა გარს დავასახელებთ, ერთიც რომ გამოიწეროთ, მე ოდესმე ნელას ხებსაც მოკრავთ თვალს და ეხლა გავაკეთეთ ახალი Facebook ჯგუფი დეტეილინგის მოყვარულებისთვის, ვისაც უნდა საკუთარი ხელით იჩალიჩოს რაღაცეები, ან ზოგადად დაინტერესებს ბაზარზე რა მდგომარეობა არის, რომელსაც ქვია Detailing Hub Georgia, ღია ჯგუფია, შემოდით დაგვემატეთ და უკვე იქ განვიხილოთ დანარჩენი ჩვენი შიდა სამზარეულო. წარმატებები არ დაგავიწყეთ სლებეთი, ჩარიცხეთ თანხასლებეთზე, ითამაშეთ ტერტის ტყნამდე.